ეს არის ლოდი, რომლის ქვეშ აიქიდა უკანა მხრიდან ნაწერია, განისვენებს გვამი მღვდლისა პეტრე ხმალაძისა. და აქ არის ფაქტიურად შეიძლება ითქვას გარშემო არის, ესე იგი ამ ქვის გარშემო არის წარწერა, რომელმაც განაპირობა პეტრე ხმალაძის შერაცხვა წმინდანად, თუმცა არა მარტო ის, რაც აქ წერია, ჩვენ გამოვიძიეთ მასალები არქივიდან და საოცარი ცხოვრება გადაიშალა თვალწინ, ესე იგი ჩვენი მღვდელი პეტრე ხმალაძის, ერთადერთი რაც აქ შემიძლია გითხრათ, აი დააკვირდით როგორია ეს ლოდი, არის გადახრილი. და როდესაც ჩვენ პეტრე ხმალაძის წმინდანად შევრაცხეთ, მე არც დავინტერესებულ ვარ და ვიფიქრე რომ რაღაც ალბათ ან საფლავი დაიწია, ან რაღაც ეროზიას აქვს ადგილი, რომ რა ვიცი, აი რა შეიძლება და ყოფილიყო. ფაქტია, ნახეთ, აი ყველა ყვა გარშემო, აი რაც არ უნდა დაათვალე სასაფლაოზე ვარ, საეკლესიო სასაფლაოზე და აქ არის ეკლესიის ეზო და ძირითადად სასულიერო პირები არიან დაკრძალული, სხვა მღვდლები, რომლებიც არიან და კი ხა ცოტა სწორმასწოროდ კი არის, მაგრამ ეს ახლა არის თვალნათლივ გადახრილი და ეს გაირკვა პეტრე ხმალაძის წმინდანად შერაცხვის შემდეგ. საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ, მე მომიყვა ამ სოფლის მაცხოვრებელმა ეს მომიყვა ქალბატონმა ნინელიმ, რომელიც არის რძალი, ნინელი ანანიაშვილი, რომელიც არის რძალი პეტრე ხმალაძის ოჯახის. ანუ მე კიდევ მოგიყვები თქვენ მე ცოტა მოგვიანებით გოგი ხმალაძის შესახებ, რომელიც გამგრძელებელი იყო პეტრე ხმალაძის საქმის და აი ესე იგი საოცარი ამბავი რაღაც ისე ახსენე საფლავი და თურმე ამას აქვს მიზეზი. თურმე ეს ხო გეუნებით კიდევ ერთხელ ხას უსვამ რომ წმინდანად შერაცხვის შემდეგ შევიტყვეთ. თურმე ადამიანებს, სამსოფლელებს შეუმჩნევიათ ასეთი რამ, რომ წლების განმავლობაში, აი თუ სოფელში დაიბადებოდა ბავშვი, რომელსაც რაიმე სისუსტე ქონდა თუ ხარვეზი ქონდა თუ რაღაცა მიზეზი ქონდა, ჯანმრთელობა ქონდა რაღაცნაირად, რაღაცა ფორმით. მოკლედ მოყავდათ ხოლმე ამ ქვაზე, აი ამ პეტრე ხმალაძის საფლავზე აყენებდა და ბავშვი იკურნებოდა ხოლმე. და ეს მიწა მუჭა მიქონდა სახში, საფლავის მიწა. ესეც როგორც აი მაკუნებელი და წარმოიდგინეთ ახლა რამდენი მიწა უნდა წაიღო და რამდენი წელი უნდა ეზიდებოდა აი ამ საფლავის ქვეიდან მიწას რომ საფლავის ქვა ესე დაიწიოს.